მე ასტროლოგიითელი წამყვანი მიხეილ ცაგარელი კვლავ თქვენთან ვართ და ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ რა სკოლა დღეს და ამის საბაბიც გვაქვს სამყარო გვაძლევს ამის საბაბს უდავოდ და ოპერსკოლისა საუბარია რა სკოლა 17 წუთზე ანუ ზეგ რა ხდება ზეგ 17 თებერვალს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა აქ ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა და ერთდროულად მზის დაბნელება ანუ შევდივართ ორკვირიან დაბნელებების დერეფანში ეს ერთი და მეორეც აქვე 17-ში ისევ შემოდის გიჟი გადარეული მუსტანგი ველური წითელი ფერის ცეცხლის სტიქიის ცხენის წელიწადი იწყება აღმოსავლური კალენდრით, თვარის კალენდრის და მიხედვით და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის ეს 17 რიცხვი, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ზოგიერთმა უკვე დღეს დაიჩივლა, რომ ზოგმა თქვა რომ რაღაც ცოტა გაბრუებული ვარ, ზოგ ცოტა თავით გივა, ზოგ თვალები დაეწაბა და ასე შემდგომ, ესე იგი ისეთი ძალიან ემოციური მგზნობიარე ადამიანები უკვე დღესაც იგრძნობენ ამ ტენდენციებს და რაც უფრო მეტად მივახლოვდებით ცხადია 17-ით სამშაბათს უფრო მეტად და მეტად საგრძნობი გახდება ეს მოვლენები და ამიტომ ვიყოთ მოდით ყურადღები და ეხლა რასკვლელი ამაზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, იმიტომ რომ მზის დაბნელება და ახალმთვარეობა ხო ძალიან დიდი მნიშვნელობის არის და კიდევ შემოდის ახალი წელი ფაქტობრივად აღმოსავლური კალენდრით, რადიკალურად იცვლება ენერგიები დედამიწაზე, ანუ შემოდის უკვე ცეცხლის სტიქი, აქამდე იყო გველის წელიწადი უფრო მშვიდი ენერგიის, პასიური ენერგიის მქონე ეხლა თქვენ ნახოთ 17-ის მერე როგორ გამოცოცხლდება თანდათან ყველა როგორ მოემატებს ენერგია, სამწუხაროდ ენერგია ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გახდეს კონფლიქტის საბაბი ან დაუშვათ რაღაც აგრესიის გაგვივების ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ იმედი ვიქონიოთ რომ მაინც უფრო მეტად იქნება იგი აღშენებლური ტენდენციების მატარებელი ენერგია და არა დამანგრეველი. თუმცა ერთიც არის მოსაუბრებელი და მეორეც ორივე. ეხლა რაც შეეხება ჯერ მოდით ესე იგი აღვნიშნოთ პატარა მივახილვა გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორი არის ზოგადად ეს კვირა და თუ არ ჩავთვლით ესე იგი ხვალინდელ ზეგინდელ დღებს ორშაბათს სამშაბათს რომელიც ცოტა რთულია აი დარჩენ დღეები უკვე 18 რიცხვიდან შედარებით ასე ვთქვათ მშვიდდება სიტუაცია და უფრო უკეთესად წარიმართება ყველაფერი იმიტომ დედამიწა უკვე პოზიტიურ შედარებით ენერგოველში გადადის თუმცა ეს მოვლენა უფრო თვალსაცემი გახდება დაახლოებით 19-20 რიცხვიდან მაგრამ უკვე 18-დან ზოგიერთ თქვენთაგანი მაინც ამას შეიგრძნობს მაგრამ ესე ხვალდაზე ყურადღები და ნუ ნაწილობრივ 18-ში პირველი ნახევარი დღისა ასევე ცოტა ფრთხილად გავიაროთ ამიტომ უფრო სადღაც უკვე 19-დან უფრო სიტუაცია დამშვიდდება და პოზიტიური ენერგოველი საერთო სიტუაციას დაამშვიდებს მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ მისვლა გჭირდება თავისთავად და პირველ რიგში მოდით ახლა აღვნიშნოთ რომ საერთო ჯამში 19-დან აი მოდესთ ვთქვათ 25 რიცხვამდე აი ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენეთ იმიტომ რომ აქ დადებითი პოზიტიური შანსები ყველას ექნება და დაუშვათ გქონდათ რაღაც იდეა პროექტი გინდათ მოლაპარაკება აი ეს ყველაფერი განახორციელეთ ამ პერიოდში 19-25 რიცხვი მაგრამ იქამდე მაინც იყო ცოტა ყურადღები და ფრთხილად იმიტომ რომ სათუო ნეგატიური ტენდენციების პერიოდი უდავოდ არის და ამ მხრივ უნდა ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად ეხლა აღვნიშნოთ მოდით ისიც რომ პირველ რიგში რადგან შემოდის ცეცხლის სტიქიის ფრიად აქტიური წელიწადი ესეც საყურადღებოა იმიტომ რომ გარკვეულწილად გახსოვთ თქვენ ალბათ ეს რიტუალები რომელსაც ჩვენ ვატარებდით და ვარვიზეც ვამბობდით ჩვენ ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლო დღეებში როგორ შევხვდეთ აი წლის დადგომას ხო ეს ყველაფერი აქტუალურია ახლაც ამიტომ არ დაუკარგავს მას თავისი აქტუალურობა და ალბათ ნუ შეგახსენებთ ყოველ შემთხვევაში ვინც მაშინ გააკეთა ის თავისუფალია მაგრამ ვისაც ეს არ გაუკეთებ ეს რიტუალები და უნდა რომ ეს ყველაფერი განახორციელოს მაშინ აი მას შეუძლია რომ სკოლა გამოიყენოს ნუ შეგახსენებთ რას რომ ჩვენ გვჭირდება ერთი ცალი წითელი ფერის და წითელია პრევალირებადი თუ არა გაქვს წითელი ფერის სანთელი მაშინ იყოს ყვითელი მისაღებია და ეს სანთელი უნდა მოვიმარაგოთ ასევე ნალი
ეს ზამნიშვანი ატრიბუტია წლისა, როცა შევხვდეთ მომავალ წლის ასე ვთქვათ, თავარ პავრებს და უკვე სამშაბათს ხოთ შორის 16 საათზე 3 წუთზე შემოდის ცხენი, შემორბის უბრალოდ და აი უკვე ამ დროიდან თუ თქვენ რაღაც გველი სიმბოლიკა გაქვთ კიდევ სახლში, ის უკვე შეგიძლიათ აი ცხოველთა პანთეონში გადაანაცვლოთ და დაიტოვებთ მარტო წინა პლანზე უკვე ცხენს, როგორც მომავალი წლის ასე ვთქვათ მასპინძელს. ამასთან ერთად, კარგი იქნება თუ ჩვენ 17-ში მაგალითად პატვის მივაგებთ ცხენს რიგით კიდევ, რომ აი წინ მაგალითად მას სანთელს დაუნთებთ ეს ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ცეცხლის სტიქია სანთელი და ეს მას ძალიან მოწონს ცეცხლოვანი სტიქის ცხენია და ამავდროულად მოდით აღნიშნოთ ისიც რომ ვაშლი პატარა ენაჭერი ვაშლი მაგალითად რომ დაუდოთ წინ ძალიან ესეონ მას უყვარს ხო ჩვენ ცხენებს ძალიან უყვართ ვაშლი ეს მეორე ფაქტორი ასევე აღნიშნოთ რომ სანთელი კარგი იქნება თუ დაინთება იგივე დავუშვათ თუნდაც 16 საათზე 3 წუთზე თბილისის დროით, კარგი დრო ამ კუთხითაც შესახვედრად ახალი წლისა და თხოვეთ სამყაროს რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ერთი განსაკუთრებული მნიშვნელოვანი თხოვნა. შეგიძლიათ ჩამოწეროთ და ისე წაიკითხოთ ეს თხოვნა, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და ამავდროულად სანთლის ანთება ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ მეორე არის კიდევ ფინანსური. აიღეთ ერთლარიანი და ის დადეთ სწორედ ცხენსა და აი ამ ანთებულ სანთელს შორის და აი ერთ ლარს შეგიძლიათ ხელში დაიჭეროთ ცოტა ხანი შეგიძლიათ იდოს და უბრალოდ უყუროთ და აი კიდე ერთი შეგიძლიათ სურვილი ოღონდ უკვე ფინანსური ჩაუთქვათ აი ამ თქვენს ერთ ლარიანს თუ რა გინდათ რომ მოხდოს თქვენს ცხოვრებაში და მე ეს ერთ ლარიანი უნდა ატაროთ წლის განმავლობაში საფულით რათა მან მოიზიდოს ეს ფინანსური ეგრეგორი რომელსაც თქვენ მას ჩაუთქვათ ეს კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და აი ამ სახით მოდი ასე ვთქვათ შევძლებთ ჩვენ ამის განხორციელებას იქნება კარგი, მაგრამ ნუ ფერები რასაკვირველია წითელი მთავარი ფერია, თუმცა მისი კომბინაციები შეიძლება იყოს ბორდო, შეიძლება იყოს ვარდისფერი, კი ბატონო, სხვა ფერი მისაღებია. ამის გარდა ყვითელი და მისი ყველა ტონალობა შეიძლება გამოყენებული იქნას ცოტა გამაგრილებელი ფერებიც, როგორც არის ლურჯი, როგორც არის მწვანე, ან ისფერი, კი ბატონო, რატო? იმიტომ რომ შემოდის დიდი რაოდენობით ცეცხლის სტიქია და წითელ ფერს შემოაკას ცეცხლის სტიქია, ცოტა ესეთი გამაგრილებელი ტონები, რომელიც ცოტა როიტყვიან წყალს გადაასხავენ და ცოტა გააგრილებენ ან ზედმეტ სიცხეს აი ამ კუთხითაც ეს არ იყო ზედმეტი არ მოგვივიდეს მაგრამ ძირითადი ფერი არის წითელი მაგრამ შეგადაში შეიძლება ეს სხვა ტონალობებიც გამოვიყენოთ ახლა შავს და თეთრზე ალაპარაკობთ იმიტომ რომ ეს საერთოდ ტონებია და ფერიც არ არის ამიტომ მათი გამოყენება ასევე მისაღებია და ეს ფერები წამოწევთ წინა პლანზე როგორც ყველა ეს სასიკეთო ამ ფერებში თუ შევხვდებით ახალი წლის დადგომას ხო კარგი და ამ ფერებში თუ მოვაწყობთ მეტად ასე ვთქვათ ჩვენ სირგლებს სიტუაციას ესეც იქნება ასევე დადებითი და ნუ აწეთ ჭიქა და მიულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი კიდე ერთხელ მოვეფეროთ ერთმანეთს საბაბი გვექნება და მიულოცოთ და უსურვოთ ყოველივე კარგი აი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გველოდება ჩვენ ახლა ცალკეულ ნიშნებსაც შეეხება მინდა გითხრათ რომ ესე იგი კლავ და კლავ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ეწყება ვერძებს ვერძებო საუკეთესო დრო გეწყებათ თქვენ და ორ ნაწილად ყოფთ ის წელიწადს გახსოვთ თქვენ ეს ამბავი ანუ ეს წელიწადი შუარიცხვებამდე ივლისისა და მე უკვე ივლისის მეორე ნახევრიდან შუაივლისამდე ვერძებო ძალიან კარგი პერიოდია საოჯახო ურთიერთობებისთვის გარკვეულწილად შეიძლება ოჯახის შექმნისთვისაც სამთო კავშირებისთვის მეორე ნახევრიდან უკვე წლისა უკვე სიყვარულის დროა ამიტომ თქვენთან მოდის სიყვარული შეიძლება აქ ახალი რომანტიკული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს არსებული გაუმჯობესდეს ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია შვილებთან ურთიერთ გაგება რადიკალურად მატულობს და ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება გახდეს თანამდებობის პირიც კი და აშკარა ლიდერი და ხელმძღვანელი ყურადღების ცენტრშიც მოექცეს და იქნეს აღიარებული. თუმცა მოდი ესე ვთქვათ, რომ ცოტა ფრთხილად ვიყოთ წლის განმავლობაში, განსაკუთრებით სექტემბრის შუარიცხვებამდე ვერძებო უცხოეთთან მიმართებაში, რომ უცხოეთში არ იყოს რაღაც სახის პრობლემები, უცხოეთლებთან ასევე რაღაც სირთულეები არ წარმოიქმნას და ასე შემდეგ, ამიტომ უცხოეთი მაინდამაინც სასურველი თქვენთვის არ არის. ცოტა ღვიძლს და ნაღვლის ბუს მიაქცეთ ყურადღება ეს პროექცია გისუსტებათ ყოველ შემთხვევაში შუარიცხვებამდე მაინც სექტემბრისა. კუროს რაც შეეხება ძალიან კარგი პერიოდია პირველი ნახევარი განსაკუთრებით კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის, მგზავრობა მოგზაურობის კუთხით მეორე ნახევარი უკვე დაუთმეთ მეტად ოჯახს, საოჯახო, საუბაცხოვრებო საკითხებს, სანათესო კონტაქტებს, ინტუიცია იზრდება, რომელიც მოგცემს სწორი არჩევნის გაკეთების საშუალებას, მაგრამ მთელი წელი ეცადეთ ენას ყველი დააჭეროთ, საიდუმლო დაიცვა
და ზედმეტი არ ელაპარაკოთ თქვენი გეგმების შესახებ. და ასევე უკვე 17 რიცხვიდან ტყუპებო. მოდის ფინანსების შემოსვლის დრო, ანუ ადრეული დივიდენდებიდან შეიძლება ჩართოთ საქმეებში, რომელიც ფინანსურად იქნება მეტად მომგებიანი, შეიძლება ფინანსურ წყაროებსაც მიაგნოთ. მეორე ნახევარი უკვე წლისა, რადგან ივლისის შუა რიცხვებიდან ძალიან კარგია საკომუნიკაციო. ურთიერთობები, საინტერესო ადამიანების გაცნობა, ახალი შეხვედრები, მოლაპარაკებები, მგზავრობა, მოგზაურობა ამ კუთხით იქნება მეტად ნაყოფიერი, თუმცა წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი, ვთქვათ, წყალქვეშა დინება თქვენთვის არის პარტნიორული ურთიერთობა. გინდათ საქმიანი, გინდათ ბიზნეს ურთიერთობა, გინდათ სასკოარო, აი აქ ეცადეთ რომ შეინარჩუნოთ, ასე ვთქვათ, სიმშვიდე. იმიტომ რომ აქ ურთიერთობების აღრევა მეტად შეუშლის ხელს თქვენს განვითარებას და წინსვლას და მე აქცევთ ყურადღება ეს ჯგუფში თქვენ გაქვთ ყელის არე ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი და თირკმელები. აი კუროსთან დაკავშირებით ამოიწყდა მე თქვა, შარცასკესო რეპროდუქტიული სისტემა არის ჯგუფში წლის განმავლობაში. რა შეიძლება კირჩხიბებო. ჯერ კიდევ თქვენი დროა, სადღაც ივლისის შუა რიცხვებამდე მაინც ძალიან ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ და მთავარი ფავორიტი ხართ თქვენ. ამიტომ იმოძრავეთ, ხალხი შეაწუხეთ, მიდეკით, მოდეკით ახალი იდეები, პროექტები და შენგო. მეორე ნახევარი მოგცემ უფრო მეტად მატერიული დივიდენდების მიღების შესაძლებლობა, შეიძლება თქვენს ფინანსური წყარო აღმოაჩინოთ, ფინანსურად მომძლავრდეთ და რაღაც საინტერესო პროექტების დაიწყოთ, მაგრამ მთელი წელი ცოტა ყურადღება ნაწლავთა სისტემას, რომელიც ცოტა სუსტია, ამიტომ კვების ზონა, ეთხოვს ცოტა მეტ ყურადღებას თქვენი მხრიდან. ლომებო, თქვენ მთავარი ფავორიტი ხდებით უკვე მეორე ნახევრიდან, როცა უკვე ივლისის მეორე ნახევრიდან იუპიტერი გამარჯვების პლანეტა გადმოვა თქვენ ზოდიაკოში და უფრო მეტ წარმატებებს მოგიტანდა, ამიტომ შემდგომი 1 წელი ივლისის შუა რიცხვებიდან თქვენია. ამიტომ მთავარი ფავორიტი ხართ თქვენ. ეხლა ზოგი მეკითხება ასე დროს რაში გამიმართლებს? ყველაფერში. როცა იღბალი მოდის თქვენსკენ, ყველაფერი შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული. გინდათ ბიზნესია, გინდათ თეატრალი ხართ, გინდათ დაუშვათ ისტორიკოსი ხართ, ნებისმიერ სფეროში. გაქვს სერიოზული წარმატების ფაქტორი, ლიდერი შეიძლება გახდეთ, ხელმძღვანელი ავტორიტეტი აიმაღლოთ, პირადი ურთიერთობა, ასე ვთქვათ, აიწყოთ და ბევრი სხვა საკითხი გადაწყვეტს, შეიძლება თანამდებობის პირის გახდეთ და ასე შემდგომ. ამიტომ მთავარი არის რა თქვენგან, რა მოგეთხოვებათ. აქტიური მოძრაობა, მოქმედება, წინა პლანზე ყოფნა, საკუთარი მონაცემების შესაძლებლობების გამოვლენა. თუმცა პირად ურთიერთობებს რაც შეეხება და შვილებთან ურთიერთობებს, აქ ცოტა მეტი ტაქტი თავდაჭერა, ერთი, აუცილებელია რაღაც საკონფლიქტო სიტუაციები არ შეიქმნას, იმდენად სტუნება აქედან მოდის და გავფრთხილდეთ გულსიზარღვან სისტემას. ეს ის თქვენი სუსტი ზონა, ამიტომ თუ რაღაც არის პრობლემა სანერვიულო გონებაში გადაიტანეთ და გონებით გადაწყვეტეთ და გულს თავი დავნებეთ. ეს მთელი თქვენი მექანიზმი ორგანიზმისა დაფუძნებულია გულის თორმშრომლობაზე. ამიტომ ზედმეტად გულს გადაღლით, ზედმეტი ნერვიულობით და ასევე ფიზიკო-ემოციური, ასე ვთქვათ, დაღლით. ქალწულებს რაც შეეხება ძალიან კარგი წელიწადი იწყება 17 რიცხვიდან ქალწულებო რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის დიდი ხანია გინდოდათ რაღაცა შეგეცვალა დიდი ხანია გინდოდათ პროგრამული სისტემების კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისება, საუკეთესო დროა. ძალიან კარგი პერიოდია წლის პირველი ნახევარი, ასევე მეგობრული კონტაქტები შეიძლება ახალი ნასტობთა წრე, მეგობართა წრე შეიკვრას, ძველი ურთიერთობა უფრო მეტად ამაღლდეს, შეიცვალოთ ვარცხნილობა, საერთოდ მეთოდოლოგია შეცვალოთ თქვენი მუშაობისა. მეორე ნახევარი ითხოვს თქვენში რას? წმენის საკითხებისადმი სწორედ დამოკიდებულების პოზიციის ვთქვათ შენარჩუნებას ან დასახვას ამ პოზიციისა და შეიძლება ახალი გურუ, ახალი მასწავლებელი შემოვიდეს მათ შორის სულიერი თქვენ ცხოვრებაში. მეორე ნახევარში წლისა ენას ყველი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით, ზედმეს ვილაპარაკებთ. თუ ქალწულებს სუსტი ზონა ჰქონდათ, ვთქვათ, კუჭი რისკ ჯგუფშია. აი სასწორებს უბრალოდ ლონს თუ ქონდა გულსიზარღვან სისტემა, სწორედ კუჭი იქნება სუსტი ზონა ქალწულებისა. და ცოტა მეტი ყურადღება ქალწულებო ეჯობია, რომ სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაინც უბრალოდ საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით იყავით მზად, რომ რაღაც შეიძლება თუ გაფუჭდა სახში, ამის შვიდა წყნარა ზედმეტი წუწუნის გარეშე, დაწვრილების გარეშე გადაწყვეტოთ ეს ყველაფერი და ეცადეთ შეენარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან. რაც შეეხება სასწორებს, ძალიან კარგი პერიოდია, პირველი ნახევარი განსაკუთრებით კარიული
განვითარებისთვის, მეორე ნახევარი რეფორმების სიახლეების დროა, ჩემო კარგებო, და ვიყოთ ცოტა ყურადღებით მეზობლებთან, მეგობრებთან, ძმებთან, დებთან, აქ სიტუაცია არ დაძაბოთ. ფეიკების ალბათობა მაინც მაღალია, სადღაც შუა რიცხვებამდე მაინც სექტემბრისა და ამიტომ გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია და რაც შეეხება სულ ზონას, ეს არის ფილტრები, ბრონქები, სასუნთქის სისტემა, ამიტომ თამბაქოსგან იღავით ცოტა შორს. რაც შეეხება მორიელს, ძალიან კარგი პერიოდია პირველი ნახევარი უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის, მგზავრობა მოგზაურობის კუთხით, მეორე ნახევარი უკვე ხელშეუწყობს თქვენს პროფესიონალურ განვითარებას, წინსვლას და ცოტა ყურადღებით იყავით ფულის ხარჯვასთან. ზედმეტი ხარჯი უაზრო, მით უმეტეს რისი ალბათობა იქნება და მაპროვოცირებლებიც გამოჩნდებიან ამისი, აი ამას მოვერიდოთ, იმიტომ რომ ფრთხილად უნდა გაკეთდეს კაპიტალ დაბანდება და ინვესტიცია თუ აუცილებლობა. რა მერე ფინანსური დანაკარგების ან თავარი თქვენი პრობლემა არის ფული, იმიტომ რომ ფულის გამო შეიძლება აღმოჩნდეთ უსიამოვნებებში და დანაკარგებში და პრობლემებში და სუსტი ზონა გაქვთ ყელი ენდოკრინული სისტემა. რაც შეეხება და ასევე სწორი ნაწლავი. რაც შეეხება შვილდოსნებს, ბოენასკველი დააჭირა წლის პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში გაილაღებთ მგზავრობა, მოგზაურობა, აქტიური მოქმედება, ხარჭეშმაიათი ლიდერი, ხელმძღვანელი უშიშარი, მებრძოლი ოპტიმიზმით აღსავს ეს სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მაგრამ პირველ ნახევარში ყურადღება მიაქცეთ ცოტა წლისა და ნუ სადღაც 20 სექტემბრამდე მაინც თქვენ შეეგოიზმს სარკასტულ გამოთქმებს, სულ სწრაფობას, ეს ხელი შემშელი ფაქტორებია და ყურადღება თავის არის, თავის ტკივილებმა შეიძლება ცოტა იჩინონ თავი. რაც შეეხება თხისქას, საუკეთესო პერიოდია პირველი ნახევარი პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ბიზნეს, საქმიანი, პირადი ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის, მეორე ნახევარში ენასკველი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით, ასეთ მეც ნუ ვილაპარაკებ თქვენი გეგმების შესახებ და სუსტი ზონებიდან აღმოჩნდა ლიმფური სისტემა, ტერფების ზონა, ასევე მხედველობა, ძალიან უგადაღლით თვალებს. რაც შეეხება მერწყულებს, ყველაზე კარგი იქნება პირველ ნახევარში წლისა თქვენი ურთიერთობა კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რაც უფრო უკეთესი იქნება, მით უფრო მეტად წახვალ წინ, აქ შეიძლება სხვათა ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია, დაიწყოთ ვარჯიშები, შეიძლება რაღაც პრობლემა თუ ქონათ ჯანმრთელობასთან, აი ამისგანაც განეკურნოთ, განთავისუფლდეთ. მეორე ნახევარი წლისა ძალიან კარგია, როგორც რეფორმებისთვის, ასევე თავისუფალი მოქმედებისთვის, თუმცა აქ შეიძლება ქორწინებაც შეიძლება სხვათა შორის პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს საინტერესო და პრია წარმატებული და ამავდროულად კარგად შეგიძლიათ შემოქმედებითი ნიჭის დონარის გამოვლენა, შემოქმედებითი მუშაობა. თუმცა მოდი ავშოთ, რომ აქაც თქვენ გჭირდება სუსტია, მაინც ნერვული სისტემა და მხედველობა ძალიან უგადაღლით ამ ზონებს, დიდხანს ფეხზე ნუიდგებით. ჯობია იაროთ, ვიდრე დაღალოთ ვენური სისტემა, რომელიც გისუსტდება წლის განმავლობაში. ამას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და მეგობრებთან ვეცადოთ შევინარჩუნოთ სტაბილური ურთიერთობა, რათა აქ სიტუაცია არ დაიძაბოს. თევზებო, ძალიან კარგი დროა სიყვარულისთვის, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, შვილებთან კონტაქტისა და ურთიერთობისათვის, ზოგადად თქვენთაგან შეიძლება გახდეს თანამდებობის პირი, ხოლო მეორე ნახევარი უკვე ხელს სწყობს განკურნებას პრობლემებისგან, აქ შეიძლება უფრო ჰიგიენას მიაქციოთ ყურადღება და სწორი ცხოვრების სრული წესითაც დაიწყოთ ცხოვრება, გაუმჯობესოთ ურთიერთობა კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, თუმცა ხელმძღვანელთა ურთიერთობა მთელი წელი ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და მიაქციეთ ყურადღება ძველოვან სისტემას ხერხემალს და სახსრებს. ეს სუსტი ზონებია. აი ესეთია ზოგადი ეს ქვია პროგნოზი. ზოდიაქოს ნიშანთათვის უკვე 17 თებერვლიდან ამ წლისა, ნუ ფაქტობრივად წლის ბოლომდე. და აი მივაქციოთ ამ ტენდენციებს ახლა ყურადღება. რაც შეეხება ახლა სხვა მშვენ მოვლენებს, ესე იგი როგორ იქნება ცალკეული ზოდიაქოს ნიშანთათვის უკვე ეს კვირა 16-22 თებერვლის შუალედი. ნუ პირველ რიგში მოდით ავუშვოთ, რომ პირველი ესე იგი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პირველი ეს 3 დღე, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი ვეცადოთ, რომ ცოტა ფრთხილად და წინდახედულად გავიაროთ. და არაფერი მშვენი განსაკუთრებული სარისკო არ დავიწყოთ. თუ რაღაცა მაინდამაინც ჯობია მეორე ნახევრიდან, მოდი ასე ვთქვათ, უფრო მეტად შევუდგეთ საქმეს და ნუ ყოველ შემთხვევაში სადღაც 19-ის ან 20 რიცხვიდან 25-ის ჩათვლით, აი ეს პერიოდი იქნება ყველაზე კარგი. ეხლა ავნიშნოთ ახლა ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის პირველ რიგში. აი დავიწყოთ ვერძისთვის. აი ვერძებო, თქვენ რა ტენდენციები გაქვთ ამ პერიოდში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნუ მთლიანობაში პერიოდი მეორე ნახევრისა კვირისა განსაკუთრებით კარგია, იმიტომ რომ აქ შანსები, პერსპექტივები
უდაოდ გაქვთ კარგი და ეცადეთ რომ უფრო მეტად იაქტიუროთ. აქ შეგიძლიათ ახალი იდეების რეალიზაცია მეორე ნახევარში, ახალი მეთოდოლოგია, ახალი საქმე, ახალი ბიზნესი შეიძლება იყოს, დიდი ცვლილებები შეიძლება შეიტანოთ თქვენს საქმიანობაში, ბიზნესში, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ რეფორმების დრო. და რაღაც ძველი იდეები თუ იყო რაღაც ძველი სურვილები, აი მათი რეალიზაციის საუკეთესო პერიოდია, მაგრამ პირველი ნახევარი მაინც პირველი 3 დღე, ესე იგი ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი ცოტა ვიყოთ ყურადღებით ხილად. აქ ნუ ჩქარობთ, აქ ნუ დაეწყებთ რეფორმებს, აქ ცოტა მეტი ყურადღება, კონტროლი მეგობრებთან ურთიერთობებს, რათა სიტუაცია არ დაეწაბოს და ფეიკების ალბათობა მაღალი გაქვთ, განსაკუთრებით ინტერნეტთან მიმართებაში. ამიტომ გადაამოწმეთ ნებისმიერ ინფორმაცია. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, რომ აქ ასე ვთქვათ, შეცდომები არ დაუშვათ ამ კუთხით. რაც შეეხება კუროებს, კუროებო, მთლიანობაში მოდი ამშვიდობთ, რომ ნელ-ნელა იწყება თქვენ ენერგოტონუსის ამაღლება უკვე ამ კვირიდან, თუმცა ამას უფრო 19 რიცხვის მერე შეიგრძნობ თქვენ, მაგრამ თანდათან მაინც უკვე ამ დღეებშიც რაღაც ტენდენციები იქნება თვალსაცემი. მთლიანობაში უკვე 19 რიცხვის შემდგომ პერიოდი უდაოდ კარგია. აქ შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, აქ შეიძლება კოლექტიურ საქმეებში, საზოგადოებრივ საქმეებში აქტიურად ჩაერთოთ, პოპულარობა უფრო მეტად დაებეოთ. ეს პერიოდი კარგია კოლექტიური ძალისხმევისთვის, ასევე ადრეულ პერიოდში დაუშვათ დასრულებული კავშირების აღსადგენად, სასქესო კონტაქტებისათვის და აქედან გამომდინარე განახლების გარკვეულწილად პერიოდი გაქვთ. თუმცა აი ვეცადოთ რომ იქამდე 19 რიცხვამდე მაინც პირველი 3 დღე ამ კვირისა ფრთხილად გავიაროთ. ანუ აქ განსაკუთრებული სიფრთხილე კოლეგებთან ხელმძღვანელებთან, რომ აქ სიტუაცია არ დაიწყოს. ნუ იქნება ზედმეტად ჯიუტი და ხისტი მათთან მიმართებაში. ტყუპებო, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, შარმიანია, შანსები წარმატების საკმაოდ მაღალია და უფრო მშვიდი პერიოდია სხვა შორის აი კვირის მეორე ნახევარი. 19 რიცხვიდან განსაკუთრებით აქ სხვა შორის ფინანსური კუთხითაც ეს პერიოდი კარგია. სხვა სახის მოგებების ტენდენცია მატულობს, შეიძლება ზოგიერთმა ძველი ვალებიც დაგიბრუნონ, თუ ესეთი არის და დახმარებაც შეიძლება მიიღოთ სხვა შორის. აქ არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება ზოგიერთი ბონუსების, პრემიების წინაშე აღმოჩნდეს ეს ასაკეთო ცვლილებებიც არის სხვა შორის მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით ძალიან კარგი პერიოდია უკვე კვირის მეორე ნახევარი, მაგრამ პირველ ნახევარში ცოტა ფრთხილად. მათ შორის ტრანსპორტთან მიმართებაშიც რომ აქ ტრაუმატული ტენდენციები მარიჩინონ და საერთოდ ზედმეტს ნუ ვილაპარაკებ პირველ ნახევარში, ანუ ინფორმაცია არ გათქვათ, თქვენთვის მნიშვნელოვანი და ნუ იქნება ზედმეტად სულ სწრაფი 19-მდე. რაც შეეხება კირჩხიბს, კირჩხიბებო პირველ რიგში უკვე 19-დან პერიოდი კარგია, იმიტომ რომ აქ უფრო პოზიტიურად გრძნობ თავს, ფსიქოემოციური სტაბილურობა მეტად იჩენს თავს, ნელ-ნელა მოემატებს თქვენი ენერგია და თვითრწმენა. ამასთან ერთად ინტუიცია ძლიერდება, რომელზეც დაყრდნობის სწორარჩევანს აკეთებთ, მორალურ ხარდაჭერას თქვენ გაუწევთ სხვებსა და სხვები გაიგწევენ თქვენ. ამიტომ თქვენი რეიტინგი აქ თანდათან მატულობს. არაერთი რთული საკითხის გადაწყვეტა უკვე შეგიძლიათ პოპულარობას თქვენი მატულობს, თვით შეფასების კრიტერიუმიც სასიკეთოდ იცვლება, თუმცა ისეც აღვნიშნოთ, რომ კვირის პირველ ნახევარში ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო რის მიმართ. ზედმეტად საკუთარ თავში თვით დარწმუნებული ნუ იქნებით. რაღაც ინფორმაციას გადაამოწმეთ და ენას ყველი დააჭერეთ. საიდუმლო დაიცავით, რათა არ გათქვათ ის ინფორმაცია, რომელიც მერე ცუდად შემოგიტრიალდებათ. რაც შეეხება ლომებს, ლომებო პროცესსა გავითვალისწინოთ, რომ ეს პერიოდი საინტერესოა იმ კუთხით, რომ უკვე 19 რიცხვიდან სასკეთო ტენდენციების დროა, თუმცა მთელი კვირა ენერგოტონუსი თქვენ მაღალი გაქვთ, ჯანმრთელობას ამ კუთხით არ უჩივით, მაგრამ მაინც 10 რიცხვში ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ აი ეს დაუშვათ მზის და მთვარის დაპირისპირება, რომელიც მზის დაბნელებასთან არის ასევე დაკავშირებული, სწორედ მერწყულის და ლომის ზოდიაქალურ ღერძზე ხდება, ამიტომ რომ ეს ორი ნიშანი რისკ ჯგუფშია ყველაზე მეტად. ამიტომ გავაფრთხილდით მაინც ეს პირველი 3 დღე განსაკუთრებით გულსიზარღვან სისტემას არაფერზე არ ენერგიულოთ. პროვოკაციებს არ აყვეთ, მეორე ნახევარი 19-დან უფრო დინამიური, უფრო პოზიტიურია. აქ ურთიერთგაგება და მხარდაჭერა თქვენსა და დაუშვათ მეგობრებს და კოლეგებს შორის ერთიორად მოიმატებს. აქ უფრო ადვილად შეგიძლიათ ფინანსური საკითხების პრობლემების გადაწყვეტა და ზოგიერთ თქვენი სურვილის ასრულებაც კი. და ინტუიცია ძლიერდება, რომელზეც დაყრდნობით ზუსტად ხვდებით, როგორ ჯობია რომ მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. შემოქმედებითი ნიჭის უნარის გამოსავლენად 19 რიცხვიდან პერიოდი კარგია. პარტნიორული თანამშრომლობა მაგალითად პირველ ნახევარში თუ უფრო სახიფათოა და ეცადეთ რომ აი ხვალ ზეგ მაზეგ
პარტნიორ ურთიერთობებში გინდათ ეს საწყარული იყოს, გინდათ ბიზნეს საქმიანი, რაიმე სახის დისონანსმა არ ეჩინოს თავი, ცოტა უფრო ტაქტიანი იყავი და აი უკვე 19 რიცხვიდან ეს ურთიერთობაც უფრო სასკეთო იქნება და ეს თანამშრომლობაც უფრო ნაყოფიერი. რაც შეეხება ქალწულებო პირველ რიგში მოდით მივაქციოთ ყურადღება რომ ეს კვირა და მისი მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია, იმიტომ სტაბილიზაციას მეტად იგრძნობთ, ენერგოტონუსი მატულობს, ფსიქოემოციურად უფრო მშვიდდებით, საინტერესო პერსპექტივები შეიძლება გამოჩნდნენ. თანამშრომლობისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია და კოლექტიური ძალისხმევისათვის და აქვე მოითხოვოთ რომ ეს ის პერიოდია, როდესაც პარტნიორებიც კი მხარს დაგიჭერენ, კოლეგებიც კი მხარს დაგიჭერენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი პირველ ნახევარში კვირისა ეს 3 დღე გავფრთხილდით ჯანმრთელობას. და ასევე ეცადეთ რომ აქ არ დაიძაბოს სიტუაცია თქვენსა და კოლეგებს შორის. აი ეს ტენდენციები აქ გიჩვენებთ ცოტა მეტად თავს. რაც შეეხება სასწორებო უპირატესობის აღნიშნოთ რომ მეორე ნახევარი კვირისა კარგია, თუმცა მთელი კვირა ენერგოტონუსს თქვენ არ ურჩევით, ჯანმრთელობა, კომუნიკაცია, გონება, მხილობა, ყველაფერი სათანადო სიმაღლეზეა, მაგრამ მეორე ნახევარი უფრო კარგია, რატომ? იმიტომ რომ რაღაც შინაგანად უფრო მშვიდად გრძნობ თავს, პოზიტიურობა და სტაბილურობა მოიმატებს, ემოციური მათ შორის სტაბილურობა და შეიძლება ძალიან სანდო პარტნიორებიც გამოჩნდნენ თქვენ ცხოვრებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მათი რჩევებიც იქნება დროული მნიშვნელოვანი, აქ უმჯობესდება ურთიერთობა შვილებთან, უმჯობესდება ურთიერთობა პირად სფეროში, მაგრამ აი პირველი ნახევარი 19-მდე ყურადღებით სწორედ შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან ურთიერთობა არ დაძაბოტრისი, ალბათობა არის, თორე ეს მეტად გაგიფუჭებს შემდგომ კვირის მეორე ნახევარს. და რაც შეეხება მორიელებო პირველ რიგში ნელ-ნელა უმჯობესდება 19 რიცხვიდან თქვენ ენერგოტონუსი ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უფრო ენერგიული, უფრო უშიშარი, ბრძოლის სულისკვეთების მატარებელი, უფრო მეტი პოზიტიური მომენტები და შესაძლებლობები გექნებათ, უფრო მეტად სწორად ასახავთ თქვენს გეგმებს, სურვილებს და ამ ხრივ ძალიან კარგია, მაგრამ პირველი ნახევარი კვირისა 19-მდე ფრთხილად ტრავმულ ავარიული ტენდენციების ალბათობაც მაღალია, შეიძლება რაიმე სახის პრობლემები შეექმნას თქვენს სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკას მათ შორის, ხო? ამ ხრივაც უნდა ვიყოთ მზად. ან ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აქ მოხდეს ბინის შეცვლაც კი, ან რაღაცის რემონტი და ასე შემდგომ. აი ეს ტენდენციები კვირის პირველ ნახევარში უფრო მეტად იქნება თვალსაცემი. მეორე ნახევარი უფრო უკეთესია. რაც შეეხება მშვილდოსნებო, ენერგოტონუსი მაღალია მთელი კვირა, ჯანმრთელობას არ ურჩივით, მაგრამ აი სწორედ მაღალი ენერგოტონუსის ფონზე პირველ ნახევარში კვირისა შეიძლება იჩქაროთ. ან ზედმეტი ლაპარაკო და გათქვათ ინფორმაცია, რომელსაც ხვები გამოიყენებენ შემდგომ თქვენ და საწინააღმდეგოდაც. აი მხრივ ვიღოთ ყურადღებით პირველ ნახევარში, ნუ იქნებით აქ ზედმეტად სარკასტული, მეორე ნახევარი უფრო უკეთესია, იმიტომ რომ აქ შეიძლება გავლენიანი ფარველებიც გამოჩნდნენ, რომ ეს მაქსიმალურად აგეხმარებიან საშუალო სწორ მიზნებს დაგისახავენ და ამასთან ერთად აუშვეთ რომ ეს ის პერიოდია რომლის ველობისას თქვენ გაძლევათ საშუალება გაიცნოთ საინტერესო ადამიანების სწავლისთვის გარსევ პერიოდია შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება მეორე ნახევარი კვირისა ძალიან კარგი ასევე მოგზაურობის კუთხითაც მაგრამ პირველ ნახევარში მაინც ვიღოთ ყურადღებით ფეიკების ალბათობა მაღალია ამიტომ ნებისმიერ ინფორმაცია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს პირველ ნახევარში კვირისა უნდა იყოს აუცილებლად გადამოწმებული. რაც შეეხება თხის რქას, თხის ქებს გაუმჯობესდება სიტუაცია მაცხოვრებაში, მათი ორგანიზმი უფრო ძლიერი გახდება და უფრო აქტიური მეორე ნახევარში 19 რიცხვიდან. აქ უკვე აშკარად თქვენ იგრძნობთ, რომ ჯანის გემატებაც, სიკვდილმცურად უფრო სტაბილური ხდებით, ფინანსური მდგომარეობაც ნელ-ნელა უმჯობესდება და უნდა ვიმუშაოთ, რომ წარმატების ფაქტორი მოემართოს. მაგრამ პირველი ნახევარი კვირისა 19-მდე ცოტა ფრთხილად ჯერთი ჯანმრთელობასაც ყურადღება, მერე ფინანსურ სფეროს. აქაც ვიყოთ ყურადღება, იმიტომ რომ აქ ნუ გარისკავთ ფინანსურ დივიდენდებს გულისხმობ და აი მათ შემდგომ ჩადებას კაპიტალ დამოდების სახით ან ინვესტიციის სახით და საერთო პროექტებში ნუ ჩადებთ ამ ინვესტიციებს, იმიტომ რომ აქ ზოგიერთი ადამიანი იქნება ამის წამქეზებელი თქვენს ირგვლივ მდგომი. ამიტომ მსხვილ საყიდლებსაც მოვერიდოთ, განსაკუთრებით აი პირველ ნახევარში კვირისა. თუმცა ფინანსური კუთხით ზოგადად კვირა არ არის ცუდი, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, უფრო მეტად უწყობს ხელს სტაბილიზაციას თქვენი მატერიალური მდგომარეობისა. მერწყულებს რაც შეეხება, აქაც მეორე ნახევარი თქვენთვის უფრო უკეთესია, თუ რა შეიძლება საინტერესო წინადადებებიც კი მიიღოთ, იღბლიანობა მატლობს, მათ შორის ფინანსური კუთხით, მაგრამ პირველ ნახევარში ნუ გარისკავთ, გინდათ ფინანსური კუთხით, გინდათ ბიზნეს საქმიანობით კუთხით, აქ არავითარი მსხვილი ინვესტიციები
წლები და საყიდლები პირველ ნახევარში კვირისა 19-მდე არა. აი მეორე ნახევარში უფრო გაილაღებ და მეტი შანსები გექნება ჯანით სათანადო გაგონება მახვილობაც იდეები და აქ კოლექტიური ძალისხმევაც უფრო ნაყოფიერი იქნება. თუმცა ინდივიდუალურ საქმიანობასაც არ უჩივით. რაც შეეხება თევზებო 3 დღე დაგჭირთ იმისთვის რომ ცოტა მოითვინოთ კიდევ ხო? აი მე იწყება თქვენი დრო. ფაქტობრივად 19-დან უკვე მზე თქვენ ზოდიაკოს ნიშანში ერთი თვით და მთელი თვე ხართ თქვენ თავი ფავორიტი. ოღონდ ეხლა 19-დან. იქამდე 3 დღე კუდი რო არ მოიქნიოს ამ დაავადების წინა პერიოდმა, მაინც ვიღოთ ცოტა ყურადღებით ვხილოთ. ნუ გადავიღლებით, ზედმეც ნუ ვილაპარაკებთ. აქაც ფსიქოემოციურ ასე ვთქვათ ფონს მეაქციათ ყურადღება სხვათა უტაქტობას და სხვათა აგრესიას ზედმეტად ნუ მეაქციეთ ყურადღებას და ნუ შეხვალთ პროვოკაციულად თქვა დაპირისპირებაში. აი, იმიტომ რომ კონფლიქტების ალბათობა მაღალია, აი მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია. აქ სიტუაციებიც რადიკალურად შეიცვლება, უფრო მეტად მოგეცემათ საშუალება საქმიანი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისა, გინდა თანამშრომლობა, ეს ყველაფერი გაცილებით უკეთესი და ეფექტური იქნება კვირის მეორე ნახევარში. ანუ პირველი ნახევარი ამისთვის ცოტა ფრთხილად და წინდახედულად უნდა გამოთ. და პირველ რიგში მოითხოვნიშნოთ რომ ვისაც აქვს სურვილი რომ შეადგინოს პირადი ჰოროსკოპი, მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო რომ შეგეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. მეორე 599 91 52 38 და ნუ აქ უკვე გაიგებთ რა კოსმიური მისიით ხართ მოსული ამ ქვეყნად, რას არაკეთებს სწორად, როგორ გამოასწოროთ, რა პერიოდებში და ასე შემდგომ. და ამით აქედან გამომდინარე გახდებით უფრო მეტად წარმატებულები. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ასე ვთქვათ გამოცემებს, ესეც არ უნდა დაგვაუწყდეს შენი ჰოროსკოპი ჟურნალი გამოსულია და აქვე გამოსულია კიდევ ერთი დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, უბრალოდ ჩვეულებრივი ჰოროსკოპი. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ ჰოროსკოპში არის ინფორმაცია ყოველთვიური ასტროპროგნოზის შესახებ, ცალკეული ნიშნებისთვის წლის განმავლობაში და ბევრი სხვა კიდევ სიკეთე, ხოლო რაც შეეხება დიდ ჰოროსკოპს, აქ არის საზოგადოებრივი პოლიტიკური ასტროპროგნოზი, თავის გრაფიკული გამოსახვებით აქ არის რასაკვირველია ცალკეული ზოდიაკოს ნიშნების პერსპექტივა, რომელიც აიხლა იწყება სწორედ ზეგიდან, ცეცხლის ნიშნის თქვათ ცხენის წელიწადთან დაკავშირებით და აქ არის გამოსახული ასევე გეომანტია დედამიწისა და რას ნიშნავს ეს გეომანტია თავის გრაფიკული გამოსახვებით ამაზე ცხადია ჩვენა გვაქვს ინფორმაცია, ეს არის სწორედ ესეთი გრაფიკული გამოსახვები და შეგნით კიდე გვაქვს რა ვთქვია ცალკეული დღის ასტროპროგნოზი, ესეც იქნება მნიშვნელოვანი თქვენთვის და შეგნით იცით თქვენ რა გელოდებათ, გველოდებათ შეგნით სურპრიზები, რომელიც უკავშირდება კალენდრებს, აქ ჩვენ გვაქვს ესეთი ჯიბის კალენდარი ცალკეული ზოდიაკოს ნიშნისა, სადაც აღნიშნულია 12-ვე თვე, თავისი დადებითი ვარყოფითი დღეები და მათი მნიშვნელობა. ამის გარდა ჩვენ გვაქვს ბიზნეს შემოქმედებითი სასკვალო კალენდარი.